საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მწვანე კონტეინერი გახსნა. ის დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად გაეცნონ ტექნოლოგიებს, რომლებიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენისგან ახალ ღირებულ პროდუქტებს ქმნის. მწვანე კონცეფციის კონტეინერის გახსნა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით გახდა შესაძლებელი ნარჩენიდან საბოლოო პროდუქტამდე Waste to Wealth პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით ბიოპროდუქტების შექმნას ისახავს მიზნად. ინოვაციურ სივრცეში ნარჩენებისგან შესაძლებელია ბიოგაზის, ბიონახშირის, პელეტის და კომპოსტის მიღება. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონტეინერის მუშაობის პრინციპებზე. ამ დღესვე გაიმართა სადემონსტრაციო ნაკვეთის პრეზენტაციაც, რომელსაც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2024 წლიდან ავითარებს. ნაკვეთზე მიმდინარეობს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გამოცდა, ნარჩენების გადამუშავება და დაგროვილი ცოდნის ფერმერებისთვის გაზიარება. თურქეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კი ტერიტორიაზე მოეწყო ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემები. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სადემონსტრაციო ნაკვეთი საგარეჯოში, უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს.